იცოდით, რომ აჭარაში მზადდებოდა თოფის ადამიანის სიმაღლის. მე ვარ ზაზა ნაგერვაძე, თოფი მაჭახელას ერთადერთი ოსტატი. მე ვმუშაობ ქართულ კავკასიურ ცეცხლსასროლ იარაღზე. თოფი მაჭახელა არის პირველი კავკასიური ცეცხლსასროლ იარაღი. ეს არის კაჟიანი საკეტით. დღესდღეობით მუშაობ მე-50 ეგზემპლარზე. საქართველოში ერთადერთი ოსტატი ვარ, რომელიც სამჭედლო პირობებით ამზადებს ლულას. ძველი ტექნოლოგიით. მაჭახლის ხეობაში მზადდებოდა ორი ტიპის იარაღი. ერთი არის თოფხანე, მეორე ნალფარა. თოფხანე უფრო ძვირადღირებული იარაღი იყო, მისი დეტალები უფრო მზადდებოდა სპილოს ძვალი, ვერცხლი, ოქრო. ის უფრო თვეში რამოერთორჯერ გაიცვლიდნენ ზეიმებზე რაღაც. ნალფარა ჩვეულებრივი იარაღი იყო, რომელიც ბრძოლის ველზე გამოიყენებდნენ სანადიროდ. ამიტომ მას გაიცვლიდნენ დღეში რამოდენიმეჯერ. აი თოფხანეს ლულა ჩვეულებრივი რკინისაგან მზადდებოდა, მაგრამ ნალფარას ლულა ფოლადის ლულა უნდა ყოფილიყო ფოლადისაგან. იმ დროისათვის ფოლადის მასალა ერთადერთი მასალა იყო გაცვეთილი ცხენის ნალები. ცეცხლსასროლ იარაღში თოფში მთავარი დეტალი არის ლულა. თუ ლულა კარგია, იდეალურია, თოფი არის იდეალური. ამ ხელა სიგრძის რო არის, ეს მოქმედებს რაღაცაზე თუ უბრალოდ სილამაზისთვის აკეთებდნენ? ძელი თოფი არის უფრო შოს გასასვლელად არის საუკეთესო, მას აქვს 1.17 მეტრი სიგრძის ლულა, ეს იმ დროისათვის იყო საკმაოდ კარგი და გრძელი იარაღი, დაახლოებით 300 მეტრზე შეეძლო ამას გასროლა. ეს არის 14 მმ სიწმინდის გრძელი ლულა, სქელკედლიანი, ორკედლიანი, მასში ბევრი დენთის ჩაყრა იყო შესაძლებელი და ტყვია მიდიოდა უფრო შორს. რაც უფრო ლულა სწორია, უფრო ზუსტი ტრაექტორით მიდის ტყვია. რაც უფრო ლულა მოკლეა, უფრო არაზუსტი შორმანძი არაზუსტია, მაგრამ ცხენზე საჯდომად ბუჩქებში სასიარულო უფრო კომპაქტულია და ბრძოლისათვის.